კატეგორია პარამეტრები. კატეგორია გაწვდით ინფორმაციას ტელევიზიის ტექნიკური მახასიათებლებისა და პარამეტრების შესახებ. პირადი სივრცე. სატელევიზიო პაკეტები. სატელევიზიო პაკეტები, რომლებიც გააქტიურებული გაქვთ. ავტორიზაცია. ინფორმაცია თქვენი პროფილის ნომრის შესახებ. ზოგადი პარამეტრები. მენიუს ენა. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ენა ტელევიზიის მენიუსთვის, ქართული, ინგლისური ან რუსული. მოლოდინის რეჟიმი. მოწყობილობისთვის მოლოდინის რეჟიმის დაყენება. Screensaver. Screensaver-ის დაყენება. ჩემი ადგილმდებარეობა. ამ კატეგორიაში სასურველია მიუთითოთ თქვენი ქალაქი. ამინდის პროგნოზის პარამეტრების ზუსტად მისაღებად. პროფილი. ამ კატეგორიაში შესვლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ დააყენოთ ტელევიზიაზე და მის ცალკეულ კატეგორიებზე პინ-კოდი. უკვე არსებული პინ-კოდის შეყვანის შემდეგ თქვენ მოხვდებით ძირითად მენიუში. აქ ირჩევთ თქვენი პროფილის სახელს და შეგყავთ ახალი პინ-კოდი. მეორე გვერდზე აირჩიეთ ის კატეგორიები, თუ რაზე გსურთ პინ-კოდის დაყენება. შემდეგ ხდება ასაკობრივი ცენზის არჩევა, ხოლო ბოლო გვერდზე ირჩევთ იმ არხებს, რომლებიც აღმოჩნდებიან აკრძალულთა სიაში. არხების სორტირება. ამ კატეგორიაში შესვლის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება პაკეტით გათვალისწინებული არხების სრული სია. აქ შესაძლებელია არხების გადაადგილება თქვენი სურვილისამებრ. ამისათვის აირჩიეთ ნებისმიერი არხი და ღილაკ OK-ზე ხელის დაჭერის შემდეგ გადაიყვანეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პოზიციაზე. ფავორიტებში დამატება. თუ მონიშნავთ ამ კატეგორიას, არხების სიაში გაჩნდება ახალი კატეგორია ფავორიტები, სადაც თქვენ შეგეძლებათ მხოლოდ რჩეული არხების სიის ნახვა. არხის დამალვა. თუ ამ კატეგორიას მონიშნავთ, არხი აღარ გამოჩნდება სიაში. არხების საწყისი რიგითობის დაბრუნება. თუ თქვენ გსურთ არხების პირვანდელი სიის ნახვა, დააჭირეთ ამ გრაფას. ქსელი. აქ მოცემულია ინფორმაცია ქსელის კონფიგურაციისა და ქსელური პრობლემების გადაჭრისათვის. ვიდეო და ეკრანი. ამ კატეგორიაში შეგიძლიათ დააყენოთ ეკრანის სასურველი გაფართოება, ვიდეო გამოსახულების რეჟიმი, ანალოგური სიგნალისა და ციფრული სიგნალის ოპტიმალური ვარიანტები, თქვენი ტელევიზორის მონაცემებიდან გამომდინარე. ციფრული აუდიო ფორმატი. ამ კატეგორიის საშუალებით თქვენ შეგეძლებათ ოპტიმალური ჟღერადობის დაყენება თქვენი ტელევიზორისთვის. ტექნიკური დახმარება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში აქ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, თუ როგორ დაუკავშირდეთ კავკასუს ონლაინის ცხელხას ტელეფონის ან ელექტრონული პოსტის საშუალებით. სისტემური ინფორმაცია. აქ მოცემულია ინფორმაცია ქსელის აპარატურულ და პროგრამულ მხარეზე. აგრეთვე შესაძლებელია არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება არსებობის შემთხვევაში.